X Factor. ეს არის სეზონის ყველაზე მაღალ რეიტინგული შოუ. X Factor. გახდა სახელი, რომელიც უკვე ყველა მიცის. მეგა შოუ. თქვენ უკვე ნახეთ ის, რამაც აალაპარაკა სრულიად საქართველო. ნახეთ ის, რამაც გულგრილი არავინ დატოვა. მხოლოდ ერთი გამოსვლის სცენაზე ჩვენ გავიგეთ, ვის აქვს X Factor. აი ეს არის ჩემთვის X Factor. და ვის არა. დაროვა თბილისი! თუმცა ყველაფერი იწყება ახლა. დღეს კიდევ უფრო მეტი ემოცია. კიდევ უფრო მეტი მოულოდნელობა. სტეფანე, ქიმიაში რა ყავდა შენ? გიორგის დაერხა. და დაპირისპირება ჟიურის წევრებს შორის. გიორგის დღეს მძიმე დღე აქვს პოლიტიკურ გადაცემას ამზადებს. ისინი, ვისაც აქვთ X Factor. მოემზადებთ. 5 4 3 2 1 X Factor იწყება. X Factor-ის კასტინგი გრძელდება. თბილისის საკონცერტო დარბაზის წინ დიდი აურზაურია. ეს მესამე საკონკურსო დღეა და მსურველების რაოდენობა კიდევ უფრო იმატებს. აქ მოდის ყველა, ვისაც ჯერა რომ სცენაზე ერთი გამოსვლით დაამტკიცებენ, რომ მათ აქვთ X Factor. მომღერლები მოსვლის წამიდანვე პირდაპირ დიდი აუდიტორიის წინაშე მოხვდებიან. ზოგიერთისთვის ეს სცენაზე გამოსვლის სულ პირველი მცდელობაა. კონკურსანტების 4 კატეგორია. ბიჭები, გოგოები, მომღერლები 25 წელს ზემოთ და ვოკალური ჯგუფები. ახლა მთავარია X Factor და მინიმუმ 3 კი კონკურსის მკაცრი ჟიურისგან. მე სამწუხაროდ არა. Kiss. Алло. მეც რა თქმა უნდა ვამბობ კი. კი. მაშასე X Factor-ის ჟიური ტელეწამყვანი გიორგი გაბუნია. მადლობას გეუბნებით რომ გამომაფხიზლეთ. მუსიკალური პროდიუსერი სტეფანე. მომღერალი ჯგუფ ელტრაინის სოლისტი სოფო ტოროშელიძე. თავჭიქი და უბრალოდ ისმინე. პოპ ვარსკვლავი ბერძნული სუპერაიდოლის ფავორიტი თამთა გოდუაძე. გამიცინებდი რა. ჟიურის ხელის აწევა ნიშნავს იმას, რომ კონკურსანტი სიმღერას წმენს. საკმარისია. დღევანდელი კასტინგის პირველი მონაწილე დუეტი Unlimited. გაგვეცანით. მე მქვია ვილი ტირონი. სოფო კუბრიაშვილი. გრუპი ხართ თუ სხვა ურთიერთობაც გაქვთ ხერხმად? არა, ეგეთი წევრები ვართ. არა, ეგეთი დეტალები მე პირადად არ მაინტერესებს, უბრალოდ ჯგუფს რა ქვია, მაგას ვკითხულობ. ჯგუფი Unlimited. Unlimited. X Factor გაქვთ ცალ-ცალკე ად ერთად მithumet. თქვენ გითხარით თუ გექნება ეგ აუცილებლად. რა შეგვისრულებთ რომ შევაფასოთ? Evanescence's რეპერტუარიდან Bring Me to Life. Hey! But you were in front of me. Help me slip in 1,000 years of time. You're to open my eyes to everything. Without soul. So let's be talking. Bring me to wake me up. Give my blood to run. I can't wait. For I come on time. Save me from me. Nothing I've become. Bring me to
ფილარმონია. Yeah! მადლობა დიდი. დარბაზი დაინგრა, მომეწოდა ის რომ თქვენ სცენაზე არ ეტეოდით და პირველი კონკურსანტები იყავით, რომლებისთვისაც სცენა ზედმეტად პატარა იყო. კინაღამ გადმოხდნენ აკეთ ცოტაღა დაგაკლდათ, მაგრამ მე მგონი ესეც ძალიან კარგად გამოგივიდოდათ. ძალიან ეფექტური იყო და ეს დარბაზის რეაქციაზეც გამოხდა. მეც ამ დარბაზთან ერთად ერთი სიტყვა მაქვს cool. ეს იყო ყველაფერი, აი cool, როგორ ვთქვა. ძალიან კონტური დუეტი ხართ, რაც ძალიან საჭიროა შოუ ბიზნესისთვის. ამიტომ რა თქმა უნდა, კი. ალო. კი. Yeah. კი. Yeah. კი. Yeah. კი. თქვენ გაგონდით გადასული მადლობა, მადლობა დარბა. ესეც დღის ენერგიული დასაწყისი. პირველივე კონკურსანტს 4 კი. თუ პირველ კონკურსანტზე გავხურდით, ახლა სინაზის და გაპრანჭვის დრო დგება. ჩემი სასცენო სახელია პრინცესა და დღესაც წავსდგები ამ სახელით. ჩემი კლიპები არის YouTube-ზე, ვისაც შეუძლიათ ნახონ. მუსიკის გარდა კიდევ წარსულში ვიყავი ფოტომოდელი. მინდა რომ საქართველოში გამიცნოს მაყურებელმა გაახდეთ ცნობილი და პოპულარული მომღერალი პრინცესი. მოგესალმებით. რა გქვიათ გითხარით? პრინცესა. ქალბატონო პრინცესა. ვისთან ერთად ხართ მოსული? პრინცთან? არა, მარტო. მძინარე პრინცესა ხართ. მძინარე პრინცესა, რომელიც კოცნას ელოდება. რომ გააღვიძენ. რას შეგვისრულებთ? პრინცესულს. შეგისრულებთ რუსულ სიმღერას. აი მას დაუბერეთ ეხა. არა, უკვე იცი მის. სხვა იმაში გადაგეზარდა, ხო? სტეფანი აღარაფერს აღარ აქვს. ისტერიკული სიცილია. ჩვეულებრივი პანიკა მაქვს. კარგით, მოდით მოგივისმინოთ. გისმენთ. Стала ночью, ты уже с другого, но как же это больно. Ты меня не понял, мне же парила. Ты меня не понял. Мы эти макро эстени верга угеда. Я уходила, чтобы возвратиться. Аргвина, чау принцесса. Мне же парила, перелетная птица. Я уходила, чтобы возвратиться. Тут смелизна в гули. რატო გაჩერე? არა. გაჩერება არ მინდოდა, შიშისგან ამწიე ხელები უბრალოდ და გაჩერდა მუსიკა. ასეთი ხმა გაქვს, საერთოდ თუ ნერვიულობისგან დაგემართა თუ რა მოხდა? მონათოი სხვა ადამიანს თავის ხმა. არა, ეს მისგან დამოკიდებული არ არის, ხმის იოგები აქ ესეთი და რაკნას. შენ არ ხარ რუსულს რო გაიგებ რომ გეკეტება და აღარ გესმის. ხო, მაგრამ მე ვარ დამცველი ამ ადამიანების. და რადგან თქვენ ხმის იოგებს შეეხეთ, რომელიც მისგან დამოკიდებულად თქვენ არსებობს. როგორც ხედავ, არ მოგეწონათ ჩემი ნამღერი და გადაწყვეტილება არის უარყოფითი. ასე რომ მე საუბარს არ ვარ. ვამბობდი ვერ გაუგებენთ, ხო? მე ვამბობ კის. მე ვამბობ არას. მე ვამბობ კის. აი ეს. გიო. უნდა გადაწყვიტო? გიორგი გაბუნიას გადასაწყვეტი არის პრინცესა გახდება თუ არა დედოფალი. მოიცადე ჩაცმულობა შევაფასო ბოლომდე. ფეხსაცმელი მინდა დავინახო. პრინცესულია. მე
არ დაიწუნო ეხა ფეხსაცმელი გიორგი. ნუ ვიდაიდან პრინცესამ ამ მაგიდაზე ერთი პრინცი უკვე იპოვა სტეფანეს სახით, ყავში გამოწყობილი. მას მე აღარაფერში აღარ ვჭირდები, ამიტომ მე ვამბობ არას. მაგას ქვია შური. შური გალაპარაკებს გიორგი. X-Factor-ის დედოფლის გვირგვინი ვერ დაიდგა, მაგრამ პრინცესად რჩება. მე ვარ ჩემი თავით კმაყოფილი და თუ კვილეს არ მომწონა, არც მადარდებს და არც მაღელვებს. წავიდეთ. ახალი ჟანრი გვაქვს, ხო არის ეს რა ქვია? ძინარე მზეთუნახავი პრინცესა, კიდე არის რაღაც მოწამლული პრინცესები, ეს არის პრინცესა, რომელსაც ვერ გავუგებს. სულ ცოტა ხანში გაიგებთ ჩაიძირება თუ არა ტიტანიკი X-Factor-ში. ამასობაში სცენაზე სოციალური ქსელების X-Factor-ი შემოდის. გამარჯობათ. ოხ. რა ხდებაო? ვინ არიან ესენი მეგობრები, მთელი დარბაზი? ესენი ხალხი. ხალხი, გიცნობს ხალხი? რა კარგი დამოკიდებულება, ესენი ხალხი უკვე მომწონს. ანუ მიჩვეული ხარ სცენას, ესე იგი, პირველ. არა, სცენას პირველად ვდგარ სცენაზე, არ ვარ მიჩვეული. კარგი, ანუ თავს გამოწვია. გიორგი გამოირჩევა საერთოდ არაორდინალური ხუმრობებით და ალბათ ამის შედეგია დარბაზის რეაქცია. 2000 წელს დავიწყე ჩემთვის უწყინარი ვიდეოების გადაღებას. აი მინდა ვიყო ძერსკი. კაცობაში მთავარი ის კი არ არის, თუ რამდენ გოგოს დაკერა, რამდენ გოგოს უყიდი ვარდებს. უტვინოებო. ხალხმა ეს მიიღო ცუდად და გამოიწვია დიდი აგრესია მაგში. კითხვებზე პასუხი. ხო არ გაქო? არა. ის იყო ბავშვური შეცდომა, რაღაცა, რაც ახირება იყო, უფრო მინდოდა რომ ხალხს წოდნოდა ჩემზე. ეს კი გამოვიდა მეტნაკლებად, მაგრამ არა კარგი გზით და დღეს ვცდილობ ყველანაირად რომ გამოვასწორო ეს ყველაფერი და ავინაზღავრო ის რაც დავკარგე და ვფიქრობ რომ X-Factor-ი დამეხმარება ჩემი შინაგანი მეს წარმოჩენაში და ხალხი უფრო ფართოდ დამინახავს იმას რაც ვარ და არა რაღაც ვიდეოებს რაღაცებს ან ჩვეულებრივ გიორგი ქრისტაუს. იმედია სიმღერითაც გამოგარჩევთ ჩვენც და ხალხიც. ნახოთ. გისმენთ. Gary. Wish I was special. It's so very special. But I'm a creep. And I'm alert. She's running down. She's right. რატო შეიცხადე? არ ელოდი? არ ველოდი ოღონ. მე არ ვიცი ხუმრობა რა შუაში იყო, რას ხუმრობდა როგორ აცინებ ხალხს, მაგრამ ამ შემთხვევაში მე რაღაც სახუმარო და სასაცილო ვერაფერი ვერ დავინახე. მე დარწმუნებული ვარ, რომ იცი ძალიან კარგად ვინც ხარ, რაც ხარ და რაც გინდა რომ გააკეთო და რაც გინდა რომ იყო. მე ამას შენში ვხედავ და რა ძალიან მომწონს. არ ვიცი დარბაზში რატოა ესეთი უცნაური რეაქცია, მაგრამ როგორც თქვი, ხალხია და უნდა გაუგოთ. შემღერი კარგად და მე გეუბნები კი ამას. მეც. გიო, მეც გეუბნები კი. მადლობა დიდი. მე არ ვამბობ კის. მე ვამბობ ხოს. მადლობა დიდი. შენ გაქვს 3 კი და 1 ხო. გადასული ხარ შემდეგ ტურში. გიორგიმ ყველას ანახა რომ სერიოზულად სიმღერაც გამოსდის. აი ეს ბავშვი არის სტარი.
ვიცოდეთ. ხო, მაგრამ იცი რა მომეწონა ყველაზე ძა? ეს რა ვინ არიან მე? ხალხი. აი всё, დამთავრდა. მომდევნო კონკურსანტი საქართველოს ვარსკვლავის გამარჯვებულის ლუკა ზაქარიაძის მეგობარია. მე ვარ ნიკო კიკნაძე, ბათუმიდან. დღეს მოვედი ჩემს მეგობარ ლუკა ზაქარიაძესთან ერთად. რახან ეს კაცი მოყვა, ესე იგი ბგერი. ხერის და როგორ ხუდო? შესავით ბგერის? ჩემზე უკეთეს. ნიკა ძალიან დიდ წარმატებას მიაღწევს ამ პროექტში. თქვენ დიდი იმედით ვარ შენაგვერდზე. ნერვიულობ და გასაკვირიც არ არის ალბათ. გამარჯობა. გამარჯობა. რა ქვიათ? ნიკა კიკნაძე. რითი უნდა მოგხვიბლო? დღეს მე ვიმღერებ Bon Jovi's Wanted Dead or Alive. აბა გისმენთ. It's all the same. Only the names will change every day. It seems we're wasting away. Another place where the faces are so cold. We drive all night just to get back home. I'm a cowboy. On Silos I ride, I want it. ჩვენ სტერეოა, ჯიურისგან განსხვავებით ჩვენ წინა ვარ ბევრად. Cause I'm a cowboy. On Silos I ride, I want it. Dead or alive. Cause I'm a cowboy. კარგი ჯიგრული ამერიკული ხმა აქვს რა. წინვალე შესრულება იყო ფაქტის სახეზეა, დარბაზის მხარდაჭერაც გაქვს, ყველაფერი გაქვს. მიუხედავად იმისა, რომ წინვალედ შეასრულე ეს სიმღერა, მე ვერ დამქოქე, ასე ვთქვათ. სტარტერი არ გივარდა სტეპანე. მაგრამ ეს არაფერს არ ნიშნავს, ძალიან მაგარი ბიჭი ხარ. დიდი მადლობა. სტეფანე ვარ იქოქება რა ამის ბრალი არის. დიდი მადლობა იმისთვის, რომ შენი წყალობით გავიგეთ, რომ სტეფანე დასაკოკ მექანიზმზე მუშაობს. არო ვარგა. გიორგის დღეს მძიმე დღე აქვს, პოლიტიკურ გადაცემას ამზადებს, საკუთში გადაშიქ რაღაც შემოჭრები აქვს, უცნაური ფაილები უვარდება ხოლმე. მოდი შევაჯამოთ, მე ვამბობ ძალიან მყარკის. თუნდა რამდენი ხანი დაქოქვა ამ კი ეს მითხარი. მე არ ვიცი დამქოქე თუ არა, მაგრამ ის ვიცი რომ აი მოვეშვი. დავჯექი და უბრალოდ გისმინე. You rocked! მადლობა. 100%-იანი კი. მეც გეუბნები მყარკის. ვიცი, ეხა რაც გინდა. მე ისედაც რაც მინდოდა იმას ვიტყვი, მე გეუბნები კის. აი ეგრე რა. მადლობა. შენ გადასული ხარ მომდევნო. ლუკას მეგობარმა X Factor-ში პირველ წარმატებას უკვე მიაღწია. ის მეორე ტურშია. აბა ეგარი ხარ. ნათია გაჩეჩილაძე სცენაზე გასვლამდე მშვიდად შეიძინოს. ის სუპერ ჰიტის შესრულებას აპირებს. რა შეგვისრულებ ნათია? Celine Dion's My Heart Will Go On. ეს ის ტიტანიკის. ტიტანიკის. ო იძირებიან, იყინებიან. ეს უნდა წარმატებას. გამარჯობა. გამარჯობა, გაგვეცანი? მე ვარ ნათია გაჩეჩილაძე 15 წლის ზესტაფონიდან. და რამტომ გამოიარე ამ ხელაგზა? იმიტომ რომ წარმოვაჩინო ჩემი შესაძლებლობები. რომლებიც თვლი რომ გაქვს. დიახ. კარგი, რითი წარმოაჩენ რა სიმღერით? Celine Dion's My Heart Will Go On. აბა შენ იცი იმედია ტიტანიკზე არ გვაგრძნობინებ თავს. განსაკუთრებით ბოლო წუთებში ტიტანიკზე. ბოლო წუთებში თორე მანამდე კარგი იყო. თორე მანამდე კარგი იყო. გისმენთ. Every night in my dream I see you, I feel you. There is
თუ პირიქით. Now you go on. წინ გოგო არ არის? Wherever you are, I believe that შეიძლება ჩავიძიო. go on. Once more, you open the door, and you hear in my heartache, my heart will go on and on. ამოიღე ხმა. არა მეტია საჭირო, მეტი. საკმარისია, ვიდრე ფსკერზე წავსულვართ ყველანი ერთად. ვერ მაგზნობინე თავი ლეონარდო დიკაპრიოთ. მოხდა ზუსტად ის, რისიც მე ყველაზე მეტად მეშინოდა. ხედავდი კიდევაც ჩვენ ზუსტად ტიტანიკზე ვიგზენით თავი, ოღონდ შენ იყავი ის აისბერგი, რომელიც დაგვეჯახა და გაგუშვა ყველა ფსკერზე. მე საერთოდ სიმღერა რო გამომიცხა და მაშინ დამეჯახა ეგ აისბერგი ეგრეთ. საბოლოო ჯამში მივიღეთ ის, რომ ყველანი ვართ დაჯახებულები. დაჯახებულები ვართ. ნაჯახით ჩაჩეხილები ვართ. ფანტაზია გაეხსნათ ბოლომდე. ჩვენ ახლა ბოროტ ფაზაში გადავდივართ, ამიტომ ბევრი რო არ ვილაპარაკოთ, პირადად მე ვიტყვი არა. ნათია, სამწუხაროდ არა. ნათია, მეც არას გეუბნები. ნათია, გამოიცანი? არა. შენ გაგწოთხი არა. კარგად. მადლობა რომ მოხვედი. კარგად. ნათიას ტიტანიკი აქაც ფსკერისკენ წავიდა. ჩავიძირეთ. ჩავყევით ამ ტიტანიკს და ეგ არის. მომდევნო ნათია ჭეიშვილია. სულ მალე დიდი აუდიტორიის წინაშე წარსდგება, მაგრამ ამის ძალიან ეშინია. ბავშვობაში არ მიმღერია საერთოდ, დიდი ინტერესს არ გამომიჩენია. ეს ფაქტორისგან ალბათ მოვლი სცენის შიშის დაძლევას. პირველ რიგში ჩემი თავის მეშინია, რომ დავიბნევი. ხალხი რომ იყურებს კომპლექსდები რატომღაც. რა გიჭირავს ხელში? ჭიქა. და ჭიქით რა უნდა გააკეთო? უნდა დაუკრა. ვაა, ძალიან საინტერესოა. გულშემატკივრები ყავს ბევრი მოყვანილი? დედა და ძმა. კარგი, ძალიან მაინტერესებს რა უნდა დაუკრა და რა უნდა შეგვისრულო. გისმენთ. მიგინათ. Ticket for the long way round, 2 bottle whiskey for the way, and I sure would like some sweet company, but I'm leaving tomorrow. What do you say? When I'm gone, you're gonna miss me when I'm gone. You're gonna miss me by my hair. You're gonna miss me everywhere. Oh, you're gonna miss me when I'm gone. Ticket for the long way round, the one with the prettiest views. It's got mountains, it's got rivers, it's got sights that gives you shivers, but it sure will be prettier with you. When I'm gone, you're gonna miss me when I'm gone. You're gonna miss me by my walk, you're gonna miss me by my talk. Oh yeah, you're gonna miss me when I'm gone. When I'm gone, you're gonna miss me when I'm gone. You're gonna miss me by my hair. You're gonna miss me everywhere. Oh, you're gonna miss me when I'm gone. Ai, perfettamente da Giuri!
აი ესე ამ ჭიქის ესეთი რიტმული მონახაზით დაკვრა და თან სიმღერა ადვილად არ მიმაჩნია და მე მგონი რომ ციკში არ გადაეზარდოს მე ყოველთვის სიმღერის დროს არ ქნას. თუ არ უყარს ეს ჭიქა მაგრამ. აი ეს ხო და თან სიმღერა ძალიან რთულია, მართლა ძალიან რთულია. ძალიან მომწონს ხარ ისეთი ხარ გულ. შემდეგ ეტაპზე რომ გადაგიყვანოთ რა გვექნება? ტაფები, ქვაბები თუ რა შემოგთავაზებთ? სირდაკი თებშერის წრები. ჩამჩას და დამეს. ზავარცხელი თეცები. შევაჯამოთ მოდი ხო? მე გეუბნები კის. მეც გეუბნები კის. გიორგი. აბა გიორგი. მე გეუბნები კის რა თქმა უნდა. რა თქმა უნდა მეც ვამბობ კის და შენ გაქვს 4 კი. ძალიან დიდი მადლობა. სცენის შიში დაძლეულია. ჭიქიანი მომღერალი ოჯახის წევრებთან 4 კით ბრუნდება. არა, ეხა იმილი. იმილი everywhere. არტო. შემდეგი კონკურსანტის დედა წლების წინ ძალიან პოპულარული იყო. ნახოთ თუ გადადის X Factor-ი მემკვიდრეობით. მე ვარ სოფი სააკაშვილი, 19 წლის თბილისიდან. ძალიან მიყვარს სიმღერა, ჰობი არ არის. სიმღერა არის ჩემს ყველაფერი. დღეს მოვედი დედა ჩემთან ერთად. დედა ჩემი ძალიან პოპულარული იყო 95-იანებში. შენ ასეთი ლამაზი, შენ ასეთი კარგი ხარ. ის რომ არა ალბათ მეც არ ვიმღერებდი, იმიტომ რომ დედა ჩემი არის ჩემთვის ყველაფერი. თბილისო უშენო ყოფნათნელია. რთულია, როდესაც დედა ლაპარაკობს შვილზე, იმიტომ რომ ყველა დედას გონია, რომ აუ რა მაგარი შვილი ყავს და ასე შემდეგ. სოფო არის X Factor. გამარჯობა. სახელი გვარი? სოფი სააკაშვილი. მარტო ხარ მოსული? არა, დედასთან და მეგობრებთან ერთად. აგვართ. ძალიან კარგი, რა შეგვისრულებ? ჩაკაჰანის I'm every woman. გისმენთ. Your brew, put a pine inside of you. But anytime you feel danger or fear, instantly I will appear. 'Cause I'm every woman. It's all in me. Anything you want, baby, I dream naturally. Oh, 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 oh. Like raining onto the seas, I can make you run, no confusion in your mind. And when it comes out to time good, I fast your love. That's what I got. I'm every woman. I'm every woman. I'm every woman. არაფერი არ მაქვს სათქმელი, კარგის გარდა. ნამდვილად, მე ყველაფერი მომეწოდა დაწყებული რეპერტუარიდან, შენ ხმაზე ხომ აღარაფერს ვამბობ. ვიზუალში ცოტა რაღაცას შევცვლიდი, მაგრამ ამაზე აი სტეფანეს ჯგუფში თუ მოხვდები, სტეფანე იმუშავებს ტყავებს ჩაგაცნობს. გიორგი, ეხა შენ ლეოპარდის საყელოიან საროჭკას გამოვიტანა იქ სააშკარაოზე. ძალიან გთხოვ, ნუ გადაეკიდე ჩემ ტყავის პიჯაკს, რომელიც მე მომწონს. მე მინდა რომ აკაპელა იმღერო ძალიან დიდი ბოდიში. ოღონდ სხვა სიმღერა. რომელი? სულ ერთია, რომელიც შენ გინდა და შენ გულს გაუხარდება, იმიტომ რომ მე გეტყვი რატო. Grew up in a town that are famous as a place of movie scenes. Here we're from New York, New York, New York. გამგმირავი ხარ. იცი რატო ვთქვი, რომ თუ ამის საშუალება მომეცემა აი ამ ადამიანთან მუშაობის, მე ვპირდები ყველას, რომ ეს იქნება სუპერ სანახაობა, იმიტომ რომ შენ გაქვს ყველანაირი მონაცემი იმისთვის, რომ იყოს ძალიან მაგარი მომღერალი. წავიდა, ეხა ტაციაობა ამ გოგოზე, ეხა ვის ჯგუფში მოხდება. არაჩვეულებრივი მონაცემები გაქვს. აი რაღაცა მე დღეს პირველი მონაწილეა, რომელმაც მართლა ძალიან გამიხარა გული.
და მოეფერა ჩემ ყურებს, როგორ აკისას ხანაირად არ ვიცი. ყოჩა. დაიწყე. რა თქმა უნდა, მე შენ გეუბნები ის. უნიკალური ხმა გაქვს მართლა და უნიჭიერესი. დიდი კი. კი. მადლობა. მე გეუბნები ჩემი ლეოპარდის ის. ლეოპარდის მადლობა ძალიან. კარგად. We're beautiful like diamonds in the sky. სოფომ ჟიურიზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა და ახლა უკვე თვითონაც პოპულარული გოგოა. რეკლამის შემდეგ არიელი და ბონი. აკრია. არიელი. ირაკლი ძამუკაშვილი. გავხდებით თუ არა მორიგი ჰიტის დაბადების მოწმეები. სიმპათიური წყალბურთელის დუეტი თამთა გოდუაძესთან. ნათია თოდუა და ემოციისგან სკამზე შემდგარი სტეფანი. ქართველი ბიონსე, თიკა ბალანჩინი. სია ლაბაძე და გზავნილი ყველასთვის. ყოველთვის იყავით ისეთები, როგორებიც ხართ. ვით მოხიბლა მორიდებულმა გოგონამ ჟიური. Can't take my mind off you. Короче, რა ჩვენ რეკლამის შემდეგ დავბრუნდებით თუ ჯერ არ დაგილაიქებიათ ჩვენი Facebook-ის გვერდი შემოგვიერთდით სალაპარაკო ძალიან ბევრი გვაქვს X ფაქტორის კასტინგები გრძელდება შემდეგი საკმაოდ ეფექტური გარეგნობის ქალბატონია რომელიც აქ მეგობარ ბონისთან ერთად მოვიდა მე ვარ არიელი 37 წლის და მუშაობ კარაოკე კლუბში წამყვანა მყავს ძაღლი ბონი რომელიც შვილივით მყავს გაზრდილი სამსახურიდან სახში რომ ბრუნდები ხდება ბონი პირველი დიდი ჩაიბარე მომიკმინოს რა ვქნა კაცო მე გამარჯობა გამარჯობათ რა სასიამოვნო ტემბრი გაქვს რა ქვია არიელ არიელ რა საინტერესოა შენი მოსმენა არიცი ძალიან დიდი მადლობა უკეთრებად პირსინგზე მიმერტყა მიკროფონი ეხა სიმღერის დროს ეცადე რომ არ მიგერტყას არის კარგი წავედი აინა In your heart, I see the star every day, every night. And you see, it's a very I can be no better place. Yeah, simply the best. Better than all the rest. ძალიან ნერვიულო Всё, კარგი იყო. არიელ, შენი პირსინგი ტუჩზე აქედა ვერ დავინახე, მაგრამ ძალიან ნებიანი თვალები დავინახე. ვის საერთოდ მოხვედი? ჩემ საქართველოში დარჩენილ ერთადერთ მეგობართან შეიძლება ითქვას. აი მეგობარი. აი ერთადერთი მეგობარი. აი იქაჩება ჩემზე. ეში. ეს არის მეგობარი, თავარი. ეს ჩემი მეგობარი. ეს არის მეგობარი, რომელიც გადაირია იქ. რა ქვია? ბონი. რა საყვარი? სტეფანე, მე ხა დიდხანს რო უყუროს ამის თვალებში ძნებას დაინახავს, ამიტომ გაიყვანეთ. უკეთესია რამე არ მოხდეს აქ. ია მოვედით. არიელ, მე ვთვლი რომ ცოტა დანავაროტკება გჭირდება ჩემი აზრით და იქნები ამისთვის არ აქვს.
მე ვამბობ კის. მეც ვამბობ კის არიან. სტეფანე შენ? არა, გიორგი მაინტერესებს რას იტყვის. თორე ბოლოს უკვე ძაღლებზე გადავიდა და ძაღლების ფალებში ვნების ძებნაზე გადავიდა და ისე უცნაურად უყურებდით ერთმანეთს, რომ ვიფიქრებ, რომ აი ცოტაც და კიდევ კარგი რომ უფსკრულია ჩვენ შორის. აბრუნეთ, პატრონი, წაიყვანო, ძაღლი გადავირიე. კი. კი, დიდი კი. შენ გაქვს 4 კი. მადლობა, უბრალესი მადლობა. არიელს ერთგულ მეგობართან 4 კი მოაქვს. ალილუია! ამან იმდენი ინერვიულა. აკვა. მე მილოცავ. გადავედი, მიხარია, ძალიან მიხარია. სცენაზე გამოსასვლელად მწინვალე გოგონები ემზადებიან. ჯგუფი Sparkle. გამარჯობა. გამარჯობა. გაგვეცანით ერთად რა გქვიათ და ცალ-ცალკე რა გქვიათ? ჩვენ ვართ ანი, სალი და ნინი, ჯგუფი Sparkle. აჰა. ძალიან მომხიბლელები ხართ. რა შეგვისრულებთ? TLC's Waterfalls. ისმენ. Lonely mother gazing out of the window, staring at a sun that she just can't touch. If it's any time he's in a dream, she'll be by his side, but he doesn't realize she hurt her so much. Oh, don't go chasing waterfalls. Please stick to the rivers and the lake that you used to. I know that you're gonna have it all or nothing at all, but I think you're moving too fast. Moving too fast. Hold the cloud and hope before the clothes can't come for such an enduring pain that it keeps in the pouring rain. Who's to blame for turning K to your own way? What a shame you shouldn't leave someone else's burden. Don't change time for problems from my knees and see the biggest shit. All my dreams are hopes, aspirations, and hopes of promise you. Believe in yourself, the rest is up to me. Don't go chasing waterfalls. Please stick to the rivers and the lakes that you used to. I know that you're gonna have it your way or nothing at all, but I think you're moving too fast. ესე იგი სცენაზე დგას 3X-ი. ძალიან კარგი. გოგოებო, მე ხარ ძალიან ლამაზები, სექსუალურები. ძალიან უხდებით სცენას და დროთა განმავლობაში ზუსტად ვიცი, რომ თქვენ იქნებით ერთ-ერთი საუკეთესო ჯგუფი ამ პროექტში. მადლობთ. გოგოებო, მე ძალიან მომეწონეთ. მე წარმატებებს გისურვებ, მე ვიქნები თქვენი გულშემატკივარი და რა თქმა უნდა მე გეუბნებით ის მაგარი გოგოები ხართ. მე ველოდებით კიდევ უფრო მეც და გეუბნებით კის. მე დარწმუნებული ვარ, რომ მეც კი არა ძალიან ბევრ შეძლება, მე გეუბნებით კის. თქვენ გაქვთ 4 კი, ანუ ჩემგანაც კი და გადასული ხართ შემდეგ ტურში. მადლობა, წარმატებას გისურვებთ. 4 კი და მწინავი გოგონები მეორე ტურში არიან. სულ ცოტა ხანში თქვენ ნახავთ სიმპათიური წყალბურთელის დუეტს თამთა გოდუაძესთან. მანამდე კი შემდეგმა კონკურსანტმა სათვალე მოიგო. ანუ X Factor-ი მორიგი ჰიტის დაბადებას ელოდება. მე ვარ ირაკლი ძამუკაშვილი, 40 წლის თბილისიდან. სტილი არ შეგიცვლიათ ამდენი წლის განმავლობაში. ნიჭიერში იყო პირველ სეზონზე ყველაზე მაგარი ჰიტი ქონდა, რა ერქვა? მაჩუკე ღიმი. ამდენი ხნის განმავლობაში კიდევ უამრავი სიმღერა დამიგროვდა და დღეს მომეცა შანსი, რომ კიდევ ახალი სიმღერა შემეთავაზებინა მსმენელისთვის. ძალიან მინდა რომ გახდეს ისიც მაჩუკე ღიმივით პოპულარული და ჰიტი. ირაკლი ძამუკაშვილი დაბრუნდა.
აუკუნის დაბრუნება. ოცნება ამიხდა. დღეს ფილარმონიის სცენაზე დგება. მე მგონი გაცნობა აღარ გჭირდება შენი. რა შეგვისრულებ ირაკლი? ახალი მოგვიტანე ალბათ რაღაც. დიახ, დღეს შეგისრულებ ჩემს დაწერილ სიმღერას. ისეთი რიტმული ცეცხლოვანი, როგორც მაჩვე ღიმილი. მე მზადები. ჰიტი ნომერი 2. ჩამოგდის თვალზე წრემი რამთა გაღონა სიყვარული აგიხსენი და მინდა გითხრა მოდი მოდი ჩემთან შეხარ ნახე გული როგორია უშენოდი ჩემი გული დარდით არის დაპარული გული იხმობს ვიყოთ რა ტექსტია შეხერ მოდი მოდი ჩემთან გული გიხმობს ვიყოთ ერთად სიყვარული შენობა მეტახანე შენზე ფიქრია რა შეგნახეს სხვა გოგოზე დარბაზი ეს დღეს შენ პრინციპში ეს უკვე ჰიტია მოდი მოდი ჩემთან ჩემთან ნახე გული როგორ მეკავს უშენობი გვეძლებს გული მინდა შენი სიყვარული სიყვარული დიდი მადლობა უღრმესი მადლობა მე გავხდი მონსტრე ახალი ხიტის დაბადების. უღრმესი მადლობა. ფაქტობრივად გამოვიდა სამშობიაროშია. რიხი და დაბადება ახალი ხიტის. პროექტი უკვე დაგეხმარა შენ რომ ეს სიმღერა ხავს უკვე მოსწონს. მოდი მოდი ჩემთან ნახე გული როგორ პეთქას უშენობი ჩემი გული დარდით არის დაფარული ნახე ტექსტი რა ტექსტი უშენობი ჩემი გული დარდით არის დაფარულიო ჰიტია შენი მისია შეასრულე ბატონო მირაკლი მე ვთვლი რომ ესეც კარგი სიმღერა იყო მაგრამ წინა მაინც ჯობდა მართალი ბრძანები გამართალი ბრძანები და ეს ჯობია შევაჯამოთ არა კიო არა არა კიო მაგრამ სამწუხაროდ შენ სამი არა ირაკლი არაფერია თავარა ირაკლი ძამოკაშვილი დაბრუნდა მოგასმენთ ახალი სიმღერა მეორე ხიტი ირაკლი ძამოკაშვილისგან მოდი მოდი არა ეხა კარგად თუ ვინიცობა კიდევ და რომელიმე კონკურსი მიიღრე მონაწილეობა შემდეგში ამ სიმღერას შემოგთავაზე შენი სიტყვა მენატრება მინდა შენი მოფერება ჩემი ტკივილი რა დარგესმის ტალანტი აქვს ამ წერაში მართლა აფსარი საოცარი ეს 12 წლის ზუგდიდელი მარიამი X Factor-ში ბებიასთან ერთად მოვიდა. გამარჯობა. სახელი? მარიამი აფშილა. რამდენი წლის ხარ მარიამ? 12-ის. ვისთან ერთად მოხვედი? ბებიასთან ერთად. დღეს ჩემი ყველაზე დიდი გულშემატკივარი არის ბებია. დედა რო გარდამეცვალა, ვიყავი 8 წლის. დედის მაგივრობა მან შემიცვალა და აქამდე ის მზრდიდა. ეს არის ჩემი ცხოვრების შინაარსი. აქ თუ რამეს მივაღწევ, ჩემი ოჯახისთვის ძალიან დიდი წარმატება და სიხარული იქნება. რას გვიმღერებ? გია ყანჩალის ყვითელი ფოთლები. აი, ქართულად გვიმღერებს ბავშვი. გისმენთ.
არა, მე იცი რა, სცენაზე მინდა ავიდე და ჩავეხუტო ამბავს. მართლა გეუბნებით. ისეთ სევდიანი თვალები აქვს, რომ არიან უდიდესი ეფექტი მოახდინა, მინდა გითხრა იმ გზნობის სიღრმემ, რომელიც შენ დაგვანახე ამ სიმღერით. სიმღერა ხომ როგორი სევდიანია ისედაც. მაგრამ შენ რაღაც სრულიად განსაკუთრებული ჩადე ამ შესრულებაში, რომელიც თითქოს 12 წლის ბავშვისგან არ უნდა მოდიოდეს, მაგრამ ეს მოვიდა. ვიწყებთ? რა თქმა უნდა კი. შენ ძალიან დიდი დრო გაქვს იმისთვის, რომ გახდე ნამდვილი მომღერალი. მე შენ გეუბნები დიდკის. არიამ, რა თქმა უნდა, მეც გეუბნები კის. მადლობა. და თამთა? ჩემგან უდიდესი კი აქვს ამბავს. და ესე მე წავიყვა. უსაყვარლეს. წავედით. გელოდებით. როგორი ყოლება. ემოციური გამოსვლის შემდეგ ძალიან საყვარელ მარიამს 4 კი აქვს. ვიცი. გადავედი. შემდეგი მამუკა ყაველაშვილია. თბილი და მოსიყვარულე ბიჭი, რომელიც X Factor-ში ოჯახთან ერთად მოვიდა. გამარჯობა. გამარჯობა. გაგვეცანი თუ შეიძლება? მამუკა ყაველაშვილი. გააქვს X Factor. შემოფასებს ხალხი. მე რო დავიწყო ჩემი თავის ქება. აბა, გისმენთ. Du hast mich. 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 Nein. Ja. Nein. Du hast. პირველ რიგში უნდა აღნიშნო, რომ შენი განწყობა იყო ისეთი ენერგიული და ძალიან მომართული, რომ ნამდვილად აიყოლია მთელი დარბაზი, მაგრამ ეს იყო ენერგეტიკაც იყო და მონდომებაც იყო და ყველაფერი, მაგრამ სამწუხაროდ ეს არ არის საკმარისი. ძალიან საინტერესო ტემბრი გაქვს. თუმცა ვთვლი რომ იმიჯთან არაშესაბამისი სიმღერა იყო, აქედან გამომდინარე მე ვერ მიმსჯელებ. გაგვინადგურეს რამსტაინი. აბა კოლეგებო, რა სიტყვით? სამწუხაროდ მე გეტყვი არას. მეც ვამბობ არას. ჩემგანაც არა მამუკა. მიუხედავად ჩემი ძალიან მართლა დადებითი განწყობისა და გითხრა. Nein! Nein! Ein Ja, drei nicht. Auf Wiedersehen, Mamuka. Tu tam kaceli იყო ჟიური. ეს მგონია. მომდევნო სპორტსმენი, სიმპათიური წყალბურთელი სანდრო კახიძეა. ვაჯიშობ წყალბურთზე და დღეს ვარ ჩემ წყალბურთელ მეგობრებთან ერთად აქ მოსული. ჩემი აზრით მაქვს X Factor. ვეცდები რომ ჩემი X-ი ყველას დავანახოს სცენაზე. გამარჯობა. მარტო ხარ მოსული? წყალბურთელ მეგობრებთან ერთად ვარ მოსული. სად არიან აბა წყალბურთელი მეგობრები? გულშემატკივრების ოთახში. აი, კი. თამთას გული დაწყდა. გული დაწყდა თამთას. არა უშო, მე მნახავ. რას გვიმღერებ? John Legend's All of Me. გისმენთ.
close my mouth. Driving me in, you kicking me out. Got my head spinning. Give your all to me, 'cause I give you all of me, and you give me all of you. გამიცინე ერთი რა. ორივეს გაუცინეთ, დაკლავენ ერთმანეთს, ახლა რა მოგივიდა? უფ, მე აი. გოგოების ოსტატია თვალებში. ცნობილი ქართველი ჰარდბრეიკერი პრესერვასე. დაეშვით ახლა მიწაზე და აბა რეალურად შევაფასოთ. რაც მოვისმინეთ. დააფრინავენ, დაეშვით გოგოებო, დაეშვით. ვიბერ დავეშვები. გამოგკაჩავთ მინდა. მოდი ცოტა ხანი ჩვენ ვიქნებით ზევით და თქვენ დაიწყეთ და ჩამოვალთ. ხო, რა თქვით? ნუ ეხლა რა გინდა რომ თქვა ჩვენ? კარგი, მაშინ მე დაგწევთ მიწაზე. წყალბურთელი ხარ ხო შენ? მე მომაგონე ცოტა წყლიდან ამოვარდნილი თევზი, რომელიც აი იხჩობა და ელოდები როდის დაიხჩობა და გინდა რომ ისევ წყალში დააბრუნო. ცდილობა კარგი იყო, თუმცა მე ვთვლი ალების რისხოს იწევს საკუთარ თავზე გიორგი, დამიჯერე. მაპროტესტე. მე ვთვლი რომ შენ არ გაქვს საკმარისი მონაცემი იმისთვის რომ ეს სიმღერა კარგად შეასრულო. ჩაქოლეს გიორგი. ნამდვილად არ ვეთანხმები იმას, რომ შენ ვოკალური მონაცემები არ გაქვს. ასე რომ არ იმოქმედა შენმა, იმან ჩამოკაჩვა. მაინც დავრჩი ზევით. თამთა, შერასით. თამთა. მიწაზე ხარ თუ წყალში? მე. I give you all of me, and you give me all of you. მე ვიწყებ და ვამბობ კის. მეც ვამბობ კის. მეც რა თქმა უნდა ვამბობ კის. დიდი მადლობა. მადლობა. ჩაქოლილი გაბუნია დავრჩა. არ აქვს მნიშვნელობა, თქვი ეხლა. არა, ვიცი ხო, შემდეგ ტურში გადასული ხარ, მაგრამ იცოდე რომ მე მაინც გეუბნები შენ კის. დიდი მადლობა. ჯონ, გვიან ვიდრე არა. დუეტი თამთასთან შედგა. 4 კი და კიდევ ერთი მიძღვნა მშვენიერ ქალბატონს. საყვარელი ვიღაცა. დამთაშე. სცენაზე გამოსასვლელად დევნილი ნათია თოდუა ემზადება. გამარჯობა, გაგვეცანით? ნათია თოდუა. საიდან ხარ? აფხაზეთიდან. ცხოვრობ გდანში, დევნილების საერთო საცხოვრებელში, ჩემ დასთან ერთად. მშობლები იქით არიან, მაგრამ გვეხმიანებიან ან ინტერნეტის მეშვეობით. დედა. მშობლების დიდი თხოვნა იყო, რომ მე ამ პროექტში მიმიღო მონაწილეობა. თუ ჟიურის მოწონებას დავიმსახურებ, ამით ძალიან გავაბედნიერებ ჩემს ოჯახის წევრებს და მეგობრებს. თვლი რომ X ფაქტორი გააქვს? მე მინდა რომ მქონდეს. გისმენთ. I put a spell on you. Cause you're mine now. You better start the things to do. რა სამწაულს მოგდა?
გადარეული ვარ, გაოგნებული ვარ შენზე და შოქში ვარ შენგან. ასე გოგო გამოფარფატდა, ისე მორცხვად გველაპარაკა და უცებ პირი დააღო და რაღაცა დაატრიალა აქ. მე ვერ დავეთანხმები სტეფანეს და თამთას. ჩემთვის ეს იყო ცოტა ხელოვნური. მე ვერ დავიჯერე. ხო იცი, კაი ხუმრობა, ვისაც გჯერა გაგვატარეთო. პირადად მე აი ვოცნებობ, რომ როგორც პროდიუსერმა აი რამე ერთად შენთან ერთად გავაკეთო. იმდენად მაგარი ხარ. მადლობა. ნათი. მე ვამბობ აი ესეთ კის. მე სტეფანეს სკამზე ასვლაც და ესეთი მონდომება რომ გადამარწმუნოს, მაინც არ მოქმედებს და მე სამწუხაროდ ნოტყვა არა. ნათია, მეც გეუბნები კის და ველი შენ შემდეგ გამოსვლას. კი. გიორგი, მიდი. მე ვამბობ არას. ვიხუმრე, კი. შენ გადასწრებ შედეგეთა. გიორგის გადამწყვეტი კი და სასიამოვნო ზარი აფხაზეთში დარჩენილ დედასთან. დე, გადავედი. მადლობა შენს გიოცავ. მადლობა. კარჯერა. რეკლამის შემდეგ. ქართველი ბიონსე, თიკა ბალანჩინი. ბიჯისის სიმღერის ახალი სახელწოდება. ბიჯისის ტრაგედიისკენ. ტრაგედიაზე რომ ბიჯისის. მეგრული რეპი და გახურებული დარბაზი. სიალაბაძე და გზავნილი ყველასთვის. ყოველთვის იყავით ისეთები, როგორებიც ხართ. რითმოხიბლა მორიდებულმა გოგონამ ჟიური. Can't take my mind off you. Короче, да. X-Factor ძალიან მალე რეკლამის შემდეგ დაბრუნდება, მანამდე კი ჩვენ შევვალთ ჩვენს Facebook-ის გვერდზე და რამეს ავტოვებთ. X-Factor-ის კასტინგი გრძელდება. თიკა ბალანჩინი ვიზუალურად საკმაოდ გამორჩეულია. ნახოთ, მასაც თუ აქვს X-Factor-ი. თიკა ბალანჩინი 16 წლის თბილისიდან. ძალიან მომწონს ბიონსე და ალბათ გარეგნულად მასწავლებელი ხოლმე მან. ვფიქრობ, რომ ეს პროექტი წარმატებას მომიტანს. გამარჯობათ. სახელი გვარი თიკა ბალანჩინი 16 წლის თბილისიდან. ვისთან ერთად ხარ მასული? ჩემს მეგობრებთან და დეიდაშვილებთან ერთად. რა სტილის მუსიკა მოგწონს და სიმღერები? ბიონსე. გისმენთ. To the left, everything you own in a box to the left, in the closet, that's my stuff, yes. If I bought a baby, please don't touch. You must not know about me, you must not know about me. Not having nothing about tomorrow, don't you ever for a second get to thinking you're irreplaceable. To the left, here. Yeah. To the left, to the left. To the left, to the left. Everything on in a box to the left. So don't you ever for a second get to thinking you're irreplaceable. ეს ბავშვი, ხო, ჩემთვის არის მაგალითი. რას ქვია X Factor?
გამზადებული მასალა ხმითაც სტილისტურად იმიჯი attitude ყველაფერი გააჩნია მე ძალიან მომეწონე აი მართლა ძალიან მომეწონე ეს ბავშვი არის ერთადერთი ვიშიც მე დავინახე რომ ნამდვილი ვარსკვლავის აურა აქვს ენერგეტიკა შენ გაქვს ვარსკვლავის ენერგეტიკა რა თქმა უნდა მე ამის შანს რა თქმა უნდა ვერ წაგართმევ და კი მადლობა თიკა რა თქმა უნდა კი მე ვთვლი რომ ჩემ წინ უკვე ვარსკვლავი დგას და ჩემგანაც დიდი კი. ვაძლევ მეც დიდის. მადლობა რომ მოხვედი. 4 კი და თიკა მეორე ტურშია. პირველი ნაბიჯი სცენაზე წარმატებული აღმოჩნდა. შემდეგი კონკურსანტი X Factor-ში შემართებით და რეპერტუარის დიდი ჩამონათვალით მოვიდა. რომანი ასპანიძე 51 წლის მუსიკოსი ჩემი აპარატურა მაქვს საკუთარი და სოლო კონცერტებს მართავ პლუს ამას ვასრულებ სოფლის ნებისმიერ ხიდს კაროჩე ლედ ზეპლენები კიდე დი პერპალი ტოტო კუტონია ჩილინტანო ეხო ზეპირად მე მაინტერესებს ჩემი სიმღერები გავაცნო ხალხს იქნება რაღაცა მაინც გავაკეთო მუსიკაში ჩემი თქვა გამარჯობათ. გამარჯობათ. თქვენი სახელი გვარი? რომანი ასპანიძე. ტექსტი რატო გაქვთ? ზეპირად ვერ დავიმახსოვრე. რა სიმღერა არის? ეს არის ბიჯისის ტრაგედიეიშენ. ტრაგედიაზე რამღები. ბიჯისის. შეგიძლიათ დაიწყოთ გისმით. Here I lie in a lost and lonely path. As lonely, but I'm gone home. Just can't make it alone. Holding you, loving you. Distracted, canto stone, distracted you. Distracted, no is too hard. To search to bear, we do not know. It's tragedy. Change the losing control when it's tragedy. It's tragedy, condescending lie. საკმარისია. რომელი გააჩერეთ? იქნა ეს. რატო გააჩერეთ? ვინ? აი გაბუნიან, გააკეთეთ აი ყველაზე დიდი ტრაგედიეიშენ ეხლა. კივილი ტექსტში იყო თუ თქვენი ინტერპრეტაცია იყო ასეთ? აი ის თვითონ კასეტაში დისკში კი ის თითქოს და კაროჩე რა. ბატონო რომან. ვერ გავიგე ვერაფერი მოკლედ. ძალიან კარგი. ამიტომ გეუბნებით არას. მე ვამბობ არას. ბატონო რომან, მე ცუდის არაფრის თქმა არ მინდა. და კარგი არაფერი არ მაქვს სათქმელი, ასე რომ გეუბნებით არას. მე მადლობას გეუბნებით რომ გამომაფხიზლეთ თქვენი შეკივლებით, მაგრამ მე გეუბნებით არას. ძალიან მადლობა. თქვენ გაქვთ 4 არა. ნახავთ. მადლობა, კარგად იყავით. ბატონო რომან, ეს ნამდვილად არ არის ტრაგედია. თქვენ თავარია გული არ გაიტეხო. სულ ცოტა ხანში თქვენ მოისმენთ მეგრულ რეპს. და გაიცნობთ ციას და კატატეოს. მანამდე კი ეს დუეტია. ლევანი და ანა X Factor-ში ერთად მოვიდნენ. თუმცა არ სურთ გაამხილონ რა აკავშირებთ ერთმანეთთან. ლევანმა მითხრა, რომ ჩვენი ხმა, რომელიც ფიქრობთ, რომ ერთმანეთს კარგად ეთანხმება, გაგვეცნა საზოგადოებისთვის. თავიდან ცოტა უარზე იდგა, მაგრამ მე მივედით ერთობლივ გადაწყვეტილებამდე. დაძალება არ ყოფილა ნამდვილად. თუ ყოფილა. ვეცდებით აგურებრივით ერთმანეთის შევავსოთ. მაგრამ აი სცენაზე რო დავდგებით, იქ აღარ ვიცი უკვე რა მოხდება. მოგესალმებით. სალამი. რა ქვიეთ ცალ-ცალკე და რა ქვიეთ ერთად? ანა. ლევანი. ვინ ხართ ერთმანეთი, სად გაიცანით ერთმანეთი? ჩვენ ვართ ერთმანეთის ძალიან უახლოესი ადამიანები. მეტი რო როგორი უახლოესი? მეტი რო არ შეიძლება რაც ნიშნავს. მეტი რო არ შეიძლება. ნუ მე მგონი გასაგებია ხა ყველასთვის. ანუ პირდაპირ ვთქვათ, თქვენ მარტო მუსიკალური დუეტი კი არა, ცხოვრებაშიც დუეტი ხართ. აბა ნახოთ რამდენად არის. სიმღერაში დამეჩნია. კი, სიმღერაში. რას გვიმღერებთ?
The Civil Wars-ის Barton Hollow. ეს ნახე დაუც მომდო ცოტა რთული გამოსათქმელი იყო. აქ უკვე რაღაც ქიმია შედგა. რაღაც მზრუნველობითი ქიმია უკვე იყო. იცნობენ ერთმანეთს კარგად. გისმენთ. Running from miles, keep walking, running from miles. Ain't no preacher man save my soul. ეს რა მოვისმინეთ? რა გაინტერესებს კონკრეტულად? რა მაინტერესებს, იცი? აი მე იცი რა არის მთელი სიმღერის განმავლობაში მე ვაკვირდებოდი აი ქიმიას არსებობდა თუ არა და სხვათა შორის ტემბრალურად, მუსიკალურად, იმიჯით არაჩვეულებრივად გამოიყურებით, ყველაფერი მომწონს, მაგრამ თავარი იყო, ანუ ენერგეტიკა, რომელიც მე მინდოდა დამეჭირა მთელი სიმღერის განმავლობაში და სამწუხაროდ აი ეს ქიმია ენერგეტიკული პირადად მე ვერ დავიჭირე. მე ვერ დავეთანხმები სტეფანეს. ვერავინ ვერ დამეთანხმება, მაგრამ მე მაინც ჩემი გითხარით. მე ზუსტად ეს ქიმია დავინახე და მოდის არაჩვეულებრივად კარგი დადებითი აურა თქვენგან და მე ძალიან მომეწონეთ. ჩემთვის ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე ორიგინალური, ყველაზე დასამახსოვრებელი, ყველაზე სახასიათო შესრულება, როგორიც ჩვენ აქამდე ამ კონკურსში არ მოგვისმენია. აბსოლუტურად ვეთანხმები გიორგის და მე პირდაპირ გეუბნებით კის. დიდი მადლობა. მე ვამბობ კის. მე ვამბობ ყველაზე განსხვავებულ კის, რომელიც აქამდე მიხვას ამ კონკურსში. სტეფანე არა, მე თქვენს მიმართ არანაირ პრეტენზია არ მაქვს, უბრალოდ შეკითხვა დაისვა თავიდან ქიმიაზე და უბრალოდ მე ჩემი მოსაზრება სტეფანე, ქიმიაში რა გყავდა შენ? როგორ? ქიმიაში რა გყავდა? ცუდი ნიშნები. მართლა? ხო, ანუ რაღაც სკოლის პერიოდში და ვემზადებოდი. რაღაცა ვერ დაიჭირე შენ კარგად ქიმია. არა, მე მგონია რომ მე ზუსტად ვიცი, რასაც ვამბობ და ამიტომ ვერ გადამათქმევნეთ რაც თქვი, მაგრამ ამას ეხა მნიშვნელობა არა აქვს და რა თქმა უნდა მე თქვენ გეუბნებით კის. 4 კიგა. ქიმიის საფუძვლებში გავერკვიეთ და ალბათ გასაგებია რა ხდება ანასა და ლევან შორის. X-Factor-ში მეგრული რეპის დრო დგება. გამარჯობა. გამარჯობა. გითხარი რა ქვია? გიორგი გულუა ჭყოროწყუს რაიონიდან 30 წლის. ვისთან ერთად ჩამოხვედი? დღეს ჩემთან ერთად გოგა არის წვიტაია. ანუ შენი მეგობარი. ელი სამეგრელო შენ დაალავა, ძმაო. რა შეგვისრულებ? მეგრული რეპი, რომელიც მე თვითონ შევქმენი მუსიკას და ყველაფერი. და კარგი გისმენთ, აბა მოვისმინოთ მეგრული რეპი. გოგანერი ამბე პლანს გიტმიო კასანდოჩკინი ბაღიშ გამგე თიშგურსეთ გუანა то ბაღალემ სერდონსია დრამაიშ პეტგე ვოტი თო მუშტე ბერედუსია სამაკალოსია შეტო კოჩიამ ჰანი მალე ფაკადანა დო აკანემ ხანი აკანგა გალატუ დო უხუდ მანგარ ხანი დო პოშე პიკოფი და კამანგარ ბომბაბლან ბაბოსლამ გე ბოდოდო ატე ამბეს კიმუღანა თოდა ოსრბები სუ ბები შამე უშაკო გოგინი რენი ბერსო რა სამბო Dina peliete skini kiana, edios mareste kiana. Dina peliete skini kiana, dina peliete skini kiana. Trebagane skine niskamos kiana. სულ მეუბნებოდნენ ისწავლე გაბუნია მეგრული ენა.
ორი სიტყვა თუ გავიგე, ოღონდ ისიც ისე ცალ-ცალკე რომ ერთმანეთსაც ვერ ვუკავშირებ, რომ აზრი გამოვიტანო. მე მეგრული არც ერთი სიტყვა არ ვიცი. შენ ორი მაინც გაიგე, მე ის ორიც ვერ გავიგე. ერთი გაბუნიაზე იმედი მქონდა, რომ რაღაცას გაიგებდა და არც იმას არ ცოდნია. მე უნდა ვთქვა, რომ ვერ ვხედავ შენს განვითარებას ამ კონკურსში. მე ვიტყვი რომ რაც რეპერს სჭირდება მუხტი ენერგეტიკა აი რითმი სწორი და ყველაფერი შენ ყველაფერი გაქვს მე ვთვლი რომ ძალიან მაგარი რეპერი ხარ და მე გეუბნები 100%-იან კის მადლობა ესე იგი სტეფანეს კი ნატურალური წვენივით არის 100%-იანი შენ გააჩნია შენ სარკაზმი სად არის იმიტომ რომ იმ ნატურალურ წვენს თუ გულისხმობ რომელიც მაღაზიებში იყიდება ესეთი კი არის სოფო მეც ვამბობ კის. მადლობა. სამთა? მე. ოქე. ოგიცა. აი მე შენ ამ რიტმის გრძნობის გამო გეტყვი კის. მადლობა. მეგრულ რეპს ვეუბნები მეც კის შენ გაქვს 4 კი და გადასწრები ხარ შემდეგ ეტაპ. მადლობა. იამი ხარ, ჩემი ხარ. მიხარდია. 4 კი. ო, აბა მუჭო გია. იმედია რამის არ მოიმყრებს და თულად არ გადავიყვანებ. ან დეკორაციას არ დალექს. იცოდეთ რომ ის ფაქტორი მაგარია. ამ დროს სცენაზე მორიგი კონკურსანტი გამოდის. გამარჯობა. რა გქვია, ვინ ხარ? მანანიკო ცენტერაძე, 23 წლის. მანანიკო. ვისთან ერთად ხარ აქ მოსული? მამასთან ერთად. მამა შენი დიდი გულშემატკივარია, ალბათ. წინასწარ გეტყვი რომ ძალიან მინდა რომ კარგად იმღერო და ეცადე ხა ყველანაირად კონცენტრაცია გააკეთო. კარგი, რას შეგვისრულებ, გითხარი? ჯორჯ გერშვინის Summer Times. Nice. გისმენ. ახლა როგორი ვერსია? Film Harris. To the sky, the deep morning. There's nothing I'm Mama and Daddy, stand the deep. კომენტარის გაკეთება მე მგონი საჭიროც არ არის ეს ალბათ ყველანაირად იყავი ძალიან კარგი ყოჩა კარგი გოგოა, კარგი. მანანა მე იმიტომ ვთქვი ძალიან მინდა რომ გადახვიდე იმიტომ რომ მამას გოგო ხარ გეტყობა და ჩემი შვილიც მამას გოგოა და რაღაცნაირი გულშემატკივრობა მქონდა შენს მიმართ მაგრამ ამ ყველაფერს თავი რომ დავანებოთ ვთვლი რომ შენ ხარ სუპერ, ამიტომ არანაირი შენიშვნა არ მაქვს, ხოლო დიდი სიამოვნებით დაველოდები შენ შემდეგ გამოსვლებს, რომ ვის სიამოვნო და მე აქ ჟიურის ამპლუაში არ ვიყავი, როცა შენ გისმენდი. შენ მე სიამოვნებას მანიჭებ. მადლობა. ძალიან მაგარი გოგო. უნაკლო კი. რა თქმა უნდა კი. მე. შენ გაქვს 4 კი და გადასული ხარ მეორე ტურში. არის. მამას გოგოს 4 კი და მშვენიერი შეფასება ჟიურისგან. დღევანდელი კასტინგის ბოლო მონაწილე გოგონა ძალიან საინტერესო სახელი. მე ვარ ცია, უბრალოდ ცია. ყველა ადამიანი არის მარტო. უბრალოდ ამას არ აღიარებენ ან თავს იმშვიდებენ, რომ ყავთ მეგობრები.
ვცხოვრობ ჩემს კატასთან ერთად, რომელსაც ტეო ქვია. ჩემი ადამიანებთან დამოკიდებულება, როგორ გითხრათ, როდესაც მიწისქვეშა გადასასვლელში გადავდივარ ჩემი სახლიდან, ხდება ერთი კაცი, რომელიც არის ბანანების გამყიდველი და ის სულ იქ არის. და უბრალოდ ჩვენ ვუყურებთ ერთმანეთს და ამით სწრაფდება ჩვენი მთლიანი ურთიერთობა. თუ ეს კაცი იქ არ დამხვდება, ჩემი ყოველდღიურობა თითქოს ირღვევა და სხვანაირი ხდება. ვეყავ ახლა საერთოდ წავიდეთ X ფაქტორისთვის, ვართ მოსამზადებელი. გამარჯობა. ნუ გეშინია ეხლა, всё, გამოხვედი? არ მეშინია. არ გეშინია, კარგი. რა ქვია? ცია. არის სენსაცია იქნება? იქნება მე გული მიგრძნობს რომ იქნება სენსაცია. მარტო ხარ? მოსული? მარტო მოვედი. რას გვიმღერებ? მე ვიმღერებ Damien Rice's Blower's Daughter. გისმენთ. And so it is, just like you said, it will be. Life goes easy most all the time. I can't take my mind off you. Can't take my mind off you. Can't take my mind off you. მინდა გითხრა ამ გოგონო ჩაწეროს რამე ალბომი, ძალიან კაი მოსასმენი იქნება ესე. Of you. I can't take my mind off you. Can't take my mind, my mind, my mind, my mind, till I find somebody new. მე მეგონა ჩემი თავი რაღაც ბრიტანულ ძალიან მაგარ ბარში ძალიან მომეწონე. ვერ გავხსნი რატო, მაგრამ მე გავგიჟდი ისე მომეწონე. მე თითქოს ცია შენი შესრულება ასე წავიკითხე რომ გვეუბნებოდი რომ კიდია ყველა და ყველაფერი. მე ესეთი ვარ და მე მომწონს როგორიც ვარ. და კარგია როგორიც არის. და რაც თავარია ჩვენ მოგვეწონე ისეთი როგორიც ხარ. ძალიან დიდი მადლობა. ციას მე ვფიქრობ რომ შიგნით აქვს რაღაც უზარმაზარი სამყარო, რომლის კარებით გახსნა და შენ შეგიძლია ფართედ გახსნა და აი მთელი დარბაზი შეუშვა შიგნით. აუცილებლად მადლობა. არა, არ წახვიდე. დაბნეულია. ცია მე ვამბობ, რა თქმა უნდა კის. ცია მე ვამბობ კის. მეც გეუბნები დიდ კის. მე რა უნდა ვთქვას, არა დიდი კი. შენ მომხი კი გაქვს. მეც გეუბნები ძალიან დიდ მადლობა. ცაზე მაღალს. მადლობა შენ. ეხლა შეგიძლია ციას 4 კი აქვს. X Factor არის ადგილი, სადაც შეგიძლია იყო ის რაც ხარ და ასეთი მოწონდე ყველას. ესე რომ წავიდა და ესე შემოვიდა. ყოველთვის იყავით ისეთები, როგორებიც ხართ.